ჩვენ ასევე დღეს გავტესტავთ. ეს არის მეგობრებო ქართული წარმოების სლაგი, რომელსაც ჩვენი მეგობარი სურენი აწარმოებს. არის დაბალანსებული წონებში, კალიბრებში, ასევე გატესტილია მრავალი ლულიდან, მრავალი თოფიდან და დღეს გავტესტავთ პიკათი, მე და შალვა. კი ბატონო, მადლობა სურენს მოწოდებისთვის. ყოველთვის მივესალმები თუ რამე ქართული შეიქმნება და მით უმეტეს ხარისხიანი რა. ნუ ხარისხი ყველაფერია და ეგ ხარისხი გამოიხატება იმაში, რომ არის კონტროლი თითოეულ სლაგზე. წონა, კალიბრი. მინდა ვთქვა, რომ სურენი ამას აკეთებს სათითაოდ, ასე ვთქვათ რა. ამ თითოეული ტყვია გადის მის ხელში. არ არის ეს ავტომატური დაზგა, რომელიც თვითონ ჭრის და პრესავს რა ყველაფერს. ხო და აქედან გამომდინარე ხარისხიც ამართლებს, ეს დატესტილი მაქვს. ოღონდ სხვა თოფით დავტესტეთ. კონკრეტულ ამ შემთხვევაში უკვე ნახავთ როგორ შედეგს მიიღებს მაღალ წნევებზე, მაღალ სიჩქარეზე და დავიწყოთ აბა. დავიწყოთ. მოდი ქრონოგრაფი გავანულოთ. ვიწყებთ 0-დან. აბა პირველი სროლა და ვნახოთ სიჩქარე. ჭიდი არ გვაქვს და ცოტა ძნელია ჩასადება. აი, მოვჭრათ ესე. რო ჩადებ მიკეცავ, მე გავაგზავნე. მოკლედ ეხა იყო ესეთი თემა, რომ სამიზნე არის დაცხრილული და მომიწია მილდოტით სროლა, ანუ ორი ჯგუფი იქნება ეხა რომ მივოთ სამიზნესთან. ერთი სამიზნეზე კონცენტრირებული, მეორე მილდოტით. ხო არ გადავალ. საუბარი არის აი ამ ორ ჯგუფზე. აი ამ ორ ჯგუფზე. სიჩქარე 270 მეტრი წამი, მანძილი 100 მეტრი. ეს ორი ჯგუფი როგორ არის ჩამწრიებული? სადღაც მაქსიმუმ არის 18-20 მმ რა. 20 არ იქნება. 20 არ იქნება. შეიძლება უფრო ცოტა. ეს საზომი მაქვს მანქანაში. ხო, ნუ რომ მოხსნით მე გავზამთ. აი ეხლა შევწევ. ხო და აი რა შევა ცუდი ოპტიკა. ეს სამი ტყვია რო ერთად მოხდა. მან ოპტიკა მუშაობდა, მაგრამ შემდეგ გამოვიდა წყობიდან. და დაიწყო არევები. ეს უკვე ბუშნელი დავაყენეთ და იდეალურად იმუშავა და აჯგუფა. ძალიან მაგარი ჯგუფებია რა. 100 მეტრია და რავი. ქედნის თავის არეა ჩათვალე. კი ბატონო.